მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. როგორ ძანდებით? ბაჩო შემოვიყვანოთ ბარემ. ბაჩო, ოპა. როგორ ხართ მეგობრებო? დაგვანახეთ ბაჩო, კარგად თუ შეიძლება. ბაჩო, სურათიც გვაჩვენე, სამი დაკოს სურათი რო არის იქა. რომელიც სპეციალურად არ მოვახვედრე კადრში. ხო და ჩვენ გვაჩვენე. აი, ეხა ჩვენს გამოგვაჩინეთ და ბაჩოც ჩვენს გამოგვაჩინეთ. არა, დაგვიტოვე რა, თუთიყუშები რა. კარგად და ჩვენს გამოგვაჩინეთ. ჩვენს გამოგვაჩინეთ. ეხლავე? აჰა. მაიცადე? არა, ჩვენ არ ვჩავართ. ჩაგვშვით რა, შუაში. სამი გავგიკეთ, ეს. არა, ეხა ბაჭი. კარგად მიატრიალე ბაჭო ერთი წამი. შეატრიალე. არა, კარგად, ფოტო გამოიცა. აი, არა, ეხა სამი გამოგვაჩინეთ. არა, ესენი დატოვეთ. ბიჭები დატოვეთ. აი, კარგია. ცოტა უნდა კომპოზიციის. ოპა. ნო, ეგა. კარგი. დავიწყოთ, მეგობრებო. ძალიან მაგარი ვიღაცით ვიწყებ. ძალიან დამძიმდა ეს ბიჭი და გავუშვეთ, აბა, ლეპტოპიდან უშვებ რა და გავუშვით. ამბავსაც გამცნობთ დღეს იცით თქვენ არის 18 მაისი. ერთ კვირაში 25 მაისია. და გეკითხები შენ, ვინც ახლა მისმენ, აი კონკრეტულად შენ. სად იყავი ასე მაგალითად 1990 წლის 17 პირობითად 17 დეკემბერს შენ კონკრეტულად სად იყავი? 2023 წლის 12 დეკემბერს ან 13 დეკემბერს სად იყავი? სად ბრძანდებოდით თქვენ მაგალითად იმ წლის 21 იანვარს? 5 თებერვალს, 26 თებერვალს, 16 მარტს 17-ში, 18-ში, 28-ში, 91 წლის 28 მარტს სად იყავი? მაგალითად, მე მახსოვს, გულახდილად გეტყვით, სად ვიყავი 2000 წლის 31 ივლისს, მაგრამ რომ გითხოთ, სად ვიყავი 2024 ანუ მიმდინარე წლის 12 იანვარს გაგიმხელთ და პასუხი გამიჭირდება კი არ მაქვს. არ მახსოვს. მომკალით და არ მახსოვს. ერთ ამბავსაც გაცნობთ დღეს იცით თქვენ გაექცა. ბოლო მოგდეთ როგორც არის რა. ანუ პაციენტის მდგომარეობას კონკრეტულად შენო მათ ხო ისაა რა რომ მაყურებელს მიმართოს, ვინც ამას უსმენს, მეც ცალკე მომმართა, თქვენც ცალკე მომმართათ და რა უნდა? არა, ბიჭო, ეხლა ეს ბოლომდე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მე გეტყვით რა, ამას უნდა იმის თქმა და ამას არა, რატო აბრალებ? რაც არ უნდა ვუმდობდეთ, ამას ახსნა არა, კაცო. არ გვინდა მიზეზი ვაფშე არ გვინდა. არა, უყურე, ამაზე არ არის. ზოგადად ამ ბანძებს ამათ, აი, ახალგაზრდების პროტესტზე რომ მოაჯდნენ. ხო. ამათ უნდათ რომ დღევანდელ დღეს, ხვალინდელს, ზეგინდელს შეძინონ საკრალური მნიშვნელობა და არა აქვს ეს მნიშვნელობა და ამიტომ რაღაც სიგიჟეებს ლაპარაკობენ. მიხდი ახლა. ხო, გავიგე, მაგრამ ძალიან მაგარი ამბავი კიდე სტილი ჭირდება შავა ყველა. მაგარი ამბავი. დაცურებული ზმა არის იმენა. ასევე აპერიტივად გეტყვით რომ სტუდენტები რომლებიც მოძრაობდნენ თბილისის ქუჩაში, ოღონდ მათი რაოდენობა არ იყო დიდი და ქუჩაც არ გადაუკეტიათ, აპროტესტებენ კომპანიებს, ხო? მათ შორის მაგალითად მივიდნენ და გააპროტესტეს ვისორი, ხო? და მე არ მინდა იმ კომპანიების სახელების თქმა, ყველამ ვიცით, რომლებიც პირდაპირ რუს ბიზნესმენებს კი არა, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის და რომელიც მიყიდა მიშამ. იქ არ მიდიან. ანუ კონკრეტულად რუსეთის ხელისუფლების ბიჭო, იქ შეიძლება მუშაობენ და იმიტომ არ მიდიან. ხო, რუსეთის ხელისუფლების ხელში მყოფი კომპანიები, რომლებიც კი ბატონო უნდა იყვნენ იმუშაონ, აი ესეთი არათანმიმდევრული არიან. გავუშვათ ეხა გუბასტანიკიძე. დავай. ბუბაზე. ეს უნდა თქვა, მე ვიყავი იშვიათი გამონაკლისი, რომელიც ხას უსვამდი, რომ ეს ახალგაზრდობა ასპარეზზე გამოვიდოდა, პოლიტიკურ ასპარეზზე და მოაწყობდა დიდ პოლიტიკურ სტიქიას. ეს არის სტიქია, ხო? ახლა რა შეეხება რა უნდა გაკეთდეს? პოლიტიკური მიწისძვრა მიწისძვრა ყველაფერი, ცუნამი, ქარიშხალი, მიწისძვრა, გამყინვარება და რა ვიცი, გლობალური დათბობა ერთად ხარბორბალა. ხარბორბალა. გამყინვარება ვაფშე არაფერ შუაში არ არის, აი ყველაფერთან რაც თქვენს და რაც თავარია. იმ ენერგიასთან რაც სწრაფად უნდა მოვიდეს და კაპ, ხო? უყურე კონოტაცია ამ სიტყვებს, ხო? გამყინვარება, ცუნამი, ხარბორბალა
და ძალიან კატასტროფული ფრაზები, კატასტროფული ცნებები, მაინდა-მაინც დადებით ემოციას არ იწვევს. დადებით ემოცია ერთია, მაგრამ მაგრამ ყველაზე კაი იყო იმისი მიშველაძის მიხმარება. ამას სტიქია რო ახსენა და 100 სტიქია მოიცა ვიციო, მე ერთი სტიქია ვიციო მინიმუმ და რო გაიხსენა. დავასრულოთ. არა, სანამ დავასრულებთ რა გუბაზთელი დასრულებული უღამი რა არის რომ იმაზე ეხა იმას მე ეხა გიყვარა ბაჩოს მისდის ჩემი ხმა ფესტივალიდან და მე კინოის გამახსენდა რა აი ეკა მიშველაძე რა ფილმი გახსენდებათ უბრალოდ პირველი სიტყვა კი არა და ერთ-ერთი სიტყვა უნდა შეცვალოთ სხვა რიცხვი არის და სხვა რიცხვით უნდა შეცვალოთ როგორ თავიდან არ გამოწვევა საბჭოთა ფილმზე იფიქრეთ ხო სადაც არის რაღაცის რაოდენობა სათაურში ეგ რაოდენობა უნდა შეცვალოთ გამიშველაც რომ მიესადაგებოდეს. აი არ გვინდა რა მაგაზე. რა რებუსია და რა არის? არ გვინდა. კაი, ეკამიშულაძე არ გვინდა. ეხა მე რაღაცა ჩავაგდე ვიდეო. ეს ვიდეოდ მომეცით თუ შეიძლება მე ჩავაგდე ჩეთში და კარგი, გავუშვათ მეორე გუბასთანიკიძე. მე ჩემს კოლეგებს მოგიწოდებ ძვირფასო მეგობრებო. ორმა წამყვანმა პოლიტიკურმა ფიგურამ უკვე ამას მხარი დაუჭირეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ზურაბიშვილმა და სააკაშვილმა მათ ორივეს ჰქონდა განცხადება. და აღნიშნო რომ ლელოც ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაციამაც დააფიქსირა ესა. ეს ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლების ეს სამი ფიგურა უკვე ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლების უმრავლესობას შეადგენენ და გამოხატავენ მაგ ინტერესებს, ხო? ამიტომ კეთილი ვინებოთ ძვირფასო პოლიტიკოსებო და დავეწიოთ ჩვენ ხალხს, იმიტომ რომ ამაზედაც ვქონია მე არაერთგზე საუბარი, რომ პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, ჩამოურჩით ქართულ ხალხს. ეხა ზურაბიშვილი როგორც შემადგენელი ნაწილი აი ამ ტრიუმვირატისა შემოვიდა, ხო? ზურაბიშვილის პოლიტიკური წონა არ გაიშვას. და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი რომ ამას ერიდება პირდაპირ სააკაშვილის შემოგდება ესე. ბიჭო, მიხდი და რაღაცა გაუკეთა ისა რა. კომენტარის გაკეთება მინდოდა პირველ ვიდეოზე. როგორც ჩანს ბაჩოს რამდენიმე წამის დაგვიანებით მისდის სიგნალი და არა, ზუსტად მისდის. ზუსტად მოგდის? 2 წამი. როგორ უნდა გავარკვიოთ? აი ნახე, იყურება ჯერ. ეხა გაგვცემს პასუხს. 2 წამი. არა, მესმის. ხო, 2 წამი მიგვიანდება. ხო და ბიჭო ძალიან სიმპტომატური ძალიან საინტერესო რამე თქვა გუბაზმა რომ ამ ახალგაზრდებს არავის არ ჯეროდაო ჯერ ყველა თელი ოპოზიციური სპექტრი უცბად პოლიტიკოსები ჩაუშვა რომ თქვენი იმედი არ კონდათ ამათო და ერთადერთი ვიყავიო ვინც ამ ახალგაზრდებს ასაპორტებდაო ხო მოდი ისე ვთქვათ რა ამ ახალგაზრდებზე მოხტომა უნდათ ბევრს და ამ ახალგაზრდებზე მოხტომა არ არის კეთილშობილური საქციელი შეუძლებელიც არის ესეთი ეს ვის ხო კეთილშობილურ საქციელს მე. აი მოდი გავუშვათ აი ხა აი მაგალითად აი გავუშვათ იმეძმა ძალიან კარგი ვიდეო გადაიღო. არც ის გვაწყობს რომ მეორეჯერ შემოიტანეთ იმის შემდეგ რაც წინა წელს გავაპროტესტეთ. და არც ის გვაწყობს რომ პირდაპირ რუსული კანონია. რა არის ამ კანონში რუსული შეგიძლიათ? აზრი, იმიტომ რომ კანონი იწყება საერთოდ კომუნისტური იდეით, რომ აგენტები უნდა დაისაჯონ. აგენტები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ხო აი კომუნისტური იდეით ეს ბავშვი ლაპარაკობს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ. ანუ კარგი. აგენტები იმ შემთხვევაში როგორც არის დაწერილი აქ, ანუ არ არიან აგენტები. აგენტები წერია კანონში ესე. აგენტები არ წერიან, მაგრამ თქვენს ძალიან კარგად რომ მოინიშნება ეს. თვითონ ეს გამჭირვალობა რაც არის, არ ვამხრობი ყველანაირად რუსულს გავს ეს ყველაფერი და თავისუფლება მინდა. გამჭირვალობა არის რუსული? დიახ. რატომ არის გამჭირვალობა რუსული შეგიძლიათ თქვენ? იმიტომ ანუ არის ყველა ვემხრობით ახლა. აი გასაგებია. ხო, რატომ კომენტირება ჩვენი მხრიდან? არა, არ ვაკომენტარებ. საერთოდ კორექტული, აი რა უნდა უყო. არა, რაღაცეებზე გული მткиვა უბრალოდ რომ ეს ბავშვები ამათი რაღაცა არემ დებატებს სიხალასე აი ასეთი ღორების მიერ როგორიც არის. აი როგორც მე მაგალითად არის ბოროტად გამოყენებული. ნახე როგორც მე მაგალითად ოკეანოლოგიაზე არ ვილაპარაკე. მე მგონი ილაპარაკე. ხო, ნუ ჯერჯერ რომ მინდა არ ვილაპარაკე. რამდენი ოკეანია ხო იცი? კი, არა, მე მინერალები, რა შეიცავს ქვემოთ ჩასვლა, ასე ვინმე რომ მკითხოს, რომ აი შენი კომპეტენტური აზრი დააფიქსირე ამის შესახებ, ნუ თავს შევიკავებ და
ბალეტზე დააფიქსირებს შენს კომპეტენტურას. ბალეტზე კიდევ უფრო შეიძლება რა. ოკეანოლოგიაზე. ხო და ეხა ამ უბრალოდ აქ რა არის ეს რა ქვია საერთაშორისო გამჭვირვალობა ანუ გამჭვირვალობა ცუდია ის არ გაუგია რომ NGO არის კომუნისტური აგენტები ანუ გუვერი არა რა გუვერი კაცო და რამა არა საერთოდ ეს ფარადა ეს ვაფშე არ არის რა კომუნისტურია აგენტი რატო არის კომუნისტური ანუ აგენტი 007 ვაფშე არ არის კომუნისტური ინგლისურით ანუ დასავლური ბრენდი არის დაჟე აგენტი არა ხო და აი ვაკომენტარებ ხედავ უკვე არღის ბაჭო გაქვს რამე სათქმელი არა რამე აში აგენტო შენ უბისტვინი ვიდეო ან თუ გინდა აქაურ ამბებს მოგიყვებით მე არა არ გვაინტერესებს მაგრამ ჯერ და მე დაგვაინტერესებს არა აქ ხო ისენს დივერსანტები არიან ჩამოსულები არა რაღაცები რო გააკრეს ხო ფოტოები კანის შესასრულზე მე მაინტერესებს ეს ადამიანები ერთი მთავარი წამყვანია ეს კვინიკაძე რა საკეთებენ აქ რა დროს ფესტივალია როდესაც ტოტალური მანდედან ებრძვიან კაცო კინოთეატრებიდან რუსულ კანონს ებრძვიან მანდედან ხო და ანუ გამჭვირვალობისთვის ბრძოლა ეხა არ მიმდინარეობს საქართველოში რა ეკანებად მე ეხლა ფესტივალებად მოვიდნენ ბიჭო გუშინ გააკრეს პლაკატები ოღონდ რამდენი ხანია უკვე 8 დღეა 9 დღეა აქ ვართ როცა დაიხურა პავილიონს ხურავთ ხოლმე სადაც 7-8 საათზე ყველა რო წამოვიდა, მე მივიდნენ და გააკრეს. ანუ აი სახლში რო ტარაკანი ყავს რო არიცი და სანამ არ დაიძინება სახლიდან არ გახვალ იქამდე რო არ გამოდიან, ხო იცი სამალავე. და უეცრად რო შევარდები და შუქს რო ანთებ და რო სწრაფად გარბის, ხო? ხო და ანუ ეგრე ტიპები უცებ მიიპარდნენ, ჩუმად გააკრეს, ნუ მე აქ ძალკე პავილიონის დაცვამად ეხლა პოლიციაშიო დაურეკოთო. მეთქი ხმოთქვა დავაჭერინებ და საფრანგეთის პოლიციის მიერ მეთქი არ გვინდა პოლიცია არა დარეკოთ პოლიციაში. და დღეს არის გამკაცრებული შესვლა გამოსვლა. ივერ 1-5-ჯერ გამოწვევდეს არავის შეხვალ გამოხვალ ამათ გამო. კი ბატონო. და ტიპება რა გააკეთეს პროსტა რომ აი თუ რამე უნდათ მოვიდნენ კაცო იქ არა ვარ. რა გააკეთეს ფოტო გადაიღეს, მე მთავარმა დააშუქა და აქ შექმნეს არა ფოტო გადაიღეს და თავარ აქვს მიცეს. არწინკა შექმნეს აქ ბაჭო. კერა არის ერთი ნამდვილად ანუ საფრანგეთში კანის ფესტივალზე კი გამაგონეთ ჩვენი პროტესტმა ბაჭო ეხლა მე გავუშვამ მეგობრო ეკა კვესტაძის ვიდეო პირადი ხასიათის ვიდეო ოღონდ გამოფინა თვითონ როგორ ემზადება დაბადების დღეზე წასასვლელად და მე უბრალოდ კი არ მაინტერესებს ეკა როგორ ემზადება და რას მოირიგებს უბრალოდ როგორ არის ამ ყველაფერში აი ამ გლამურულ სვეტში გამოსვლაში ჩაქსოვილი აქციების თემა ამას მიაქციეთ ყურადღება თუ შეიძლება ეს საჯაროდ დადო ეს ვიდეო და ამიტომ უშვებ მოკლედ აი ხა მივდივარ ჩემს მეგობართან დაბადების დღეზე ცოტა აქ რო აუწიებ და მცანგური ხაბარა ჩავიცოთ კლასიკური სპორტული თუ როგორც ამბობენ casual smart არც მოკლედ დღეს გვექნება get ready with me მართალია 40-დან 50 წლამდე ხალხი ეკრიბებით მაგრამ როგორც ამბობენ გული არ ბერდება არცული მაგრამ მალე დავიშლებით სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხვალ არის აქცია და აქციაზე უნდა მივიდე, მე ვაპირებ მისვლას დილითაც, თან რაღაც პატარა პერფორმანსი მაქვს ჩაფიქრებული და თუ რა, ამას ხვალ გაიგებთ. აი ჩაიწვა, ოღონდ იაფიკაბა. ეს ხო ჩავიქცე. ბიჭო ფილტრი ადევს თუ არა? არა. არა, გამშობა. მე უკვე რაღაცებს აქციებს გადახსოვს და ასეგაცო სამწუთიანია. აი ეს არის. ეს ზედა ჩა. რატო შვება? არა, მოიცა. ამაზე არა კაბის ჩაცმა და საერთოდ კლასიკური ფორმა უკვე ძალიან მეზარი. ეს მივდივარ თუ გატიშეთ. მე უბრალოდ შოთა უღებს ნეტა ამას შოთა. ნახევარი მიდოდა და ეს უბრალოდ არა, აქ პრობლემა რაშია, იცი? ეგ არის TikTok ტრენდი რა, get ready with me და ვაფშე არასწორად იღებს. ანუ როგორი ტელევიზიონში კი აი
მოამბე კი არა და ანუ ვაფშე ინტერნეტ ტრენდთან ანუ და TikTok-ზე დადებული 3 წუთიანი მომზადება ანუ ეს არის როგორ წამებში უნდა მოხდეს და რაღაცნაირად უნდა აჩვენო რა ძალიან მარტივ ჰა ამის უფლება აქვს გააკეთოს ცუდი TikTok ვიდეო ხო აქვს ხო როგორ არა აქაც მაგრამ მან სხვა რაღაც შენ ნუქშურს ეკას მაღალი IQ-ს აი მან არის მთელი პრობლემა უყურე რუსი ოკუპანტების ფილოსოფოსი კოზმა პრუტკოვი რა ვიცი გაგიაში ნიჟა აბიაც ნიაბიათ ანუ ვერ მოიცავ იმას ისი მოცვაც შეუძლებელი მე ვალერი გაზაევიც გამიგე ვალერი გაზაევი დაეთანხმე და განავრცო მაგრამ იმის ქვამჯა რომ ამას რა უნდა და იცი რომ აი ეს TikTok ტრენდი გაეკეთებინა და შიგნით რამდენჯერ მიახსენებს ჩაექსოვა აქციები ანუ მე კი არ ვემზადები უბრალოდ მე ამას ვაკეთებ და ადრე უნდა წამოვიდე, იმიტომ რომ ხვალაც უნდა მივიდე ადრე, მე გვიანაც უნდა მივიდე, ბოტასზე ლაპარაკობს რომ აქციებზე ბოტასი კარგია. ანუ ყველაფერი ერთად გააჯერა. აი ეს არის სიახლე ამ TikTok-ში, რომ მარტო კი არ ერთობა. სადაა აქ მაგის დრო? ხო. იქ აქციებსაც ჩაგიჩობს. გაუშვათ აბა კიდე გუბასანიკიძე ძალიან მაგარი გუბასანიკიძე გაუშვათ, აი ხა. არ შეგერგებათ თქვენი სიებიც გამოქვეყნდება, აბა როგორ გინდათ? კაი ცხოვრება მოგინდათ, ხო, უკრაინელი ბავშვების სისხლის ფასად და ჩვენი ქვეყნის მომავლის ფასად? ეგრე არ იქნება რა, სოუდაგრობა დამთავრდა. თქვენ ვაჭარნი, ჯაბანი ხართ, ომისაცა უმეცარნი. აუ რა, დამპალიკაცია. სამინისტრო ყველაფერი რა დამპალიკაცია. ეს რაც ფეკალიებით სავსე კასრი. ეს ფეკალიებით სავსე კასრი არის ხო რომ მილიონი უნდა ვიშოვო რომ იძახდა და ყაზახი მაგრამ არა იმონაც რო ყიდიდა ხო მაგრამ არა ამას უნდა და ამის დედა როგორ შევაგიდო თავიცი უკრაინელი ბავშვების ხარჯზე გაქვს ნაშოვნი რა უკრაინელი ბავშვების ხარჯზე ამის მშიშა რა კუანა დედავატი ამორალური კაცია სად არის რატო არ დადის აქციებზე ერთი გალახავენ და იმით ვინ გალახავს ჭაბა სად გაეკარეს შიდol ბავშვები გალახავენ ბავშვები უკრაინელის ბავშვების სისხლის ფასად სოლდაგარი მივა და ჯენზის დაელაპარაკება დავით აღმაშენებელზე და ნიუდაჩნი სოლდაგარი ეს რაღაც TikTok-ერობა რა დაიწყოს იქნება ძალიან გავარდნადი ვიდეოები კი იმიტომ ძველ პრიკიტებზე რა ის გობელინის ქუდებით რო დადიოდა აქ ხო გახსოვს მაგ იმაში და აი თავისი სრულომახიანი გაცხადებები TikTok-ში ფრიკები ხო მაგრა იხოდებიან რა TikTok-ში მაგ TikTok-ში ხო ფრიკები ძალიან იხოდებიან და შესაბამისად გუბაზიც მე მგონი ყველაზე კარგი სიტუაციაზე მეტად გავარდება ნაღმი არა და ვაფშე ეს უნდა გაიტრენდოს UFC სტარებთან ერთად რა ჩემი აი ჰაბიბს რო ჰაზბულას დიდი ვარ არა ჰაბიბს რო ჰაზბულა დაყავს და აქეთ გუბაზი ჩემი აზრით ძალიან მაგრა ყველაზე მაგრა გაიტრენდება ის აი ტაბლიაშვილი ტაბლო TikTok-ზე კი არ ტაბლიაშვილი ისეთი იდიოტი არა TikTok-ი დაბლო მაგ იდიოტიზმის გაგება დაბლო გავს იმენა დაბლო გავს კი ბატონო შეანელებს ყველაფერს მოდი ხა გავუშვათ გუბასანიკიძე ბიზნესმენებზე იძახდა ამას რომ არ შეგერგება ციები გამოქვეყნებაო თვითონ ხო მაგარი ბიზნესმენი იყო მილიონი ხო უნდა ეშოვნა ხო და ნუ კაი გუბასანიკიძე ხილბოსტანის ბიზნეს ჩაეძირა ხო ამას კი დაულპა ბიჭო აი ელენე ხოშტარია გაუშვათ ლიაკა ხოშტარია გაუშვათ პირდაპირ გეტყვით, ძალიან დისკრედიტირებული არის პოლიტიკური კლასი, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. პროპაგანდა მუშაობს, შეცდომებია დაშვებულია. არა ვართ ჩვენ პოლიტიკური პარტიები პირდაპირ ვთქვათ, არავინ ისეთ ძალიან ძლიერ ფორმაში, სადაც ადამიანი უპირობოდ მოდის და აი პარტია და მივცემ ამას ხმას. ეს ერთი. მეორე, მოსახლეობაში არის ლეგიტიმური და კულტივირებული შიში, რომ ეს არჩევნები შეიძლება იყოს წარსულში დაბრუნება. და ამას ქვია, რომ აი არ გვინდა რომ ნაციონალური მოძრაობა და შემდეგ. ეხლა ეს ნაციონალური მოძრაობა რა არის? ამაზეც ბევრი შეიძლება. ანუ მარტივი პასუხი აქვს ორივეს რა. ერთი ალბათ იმიტომ არის პოლიტიკური კლასი ოპოზიციური დისკრედიტირებული და არ უნდა წარსულში დაბრუნება, რომ სისტემური წამება და გაუპატიურება იყო. არის საკმარისი მიზეზი და მეორე ალბათ პერსონალიებზე თუ გადავალთ, ეს იმიტომ არის. კონკრეტულად ეს იმიტომ არის დისკრედიტირებული. რუსულ ანტირუსულ ისტერიაშია ჩამული და რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს და პირდაპირ პუტინიდან იღებს. რამე გასაკვირი, ანუ რამე ალოგიკურ
პოლიტიკური მოდი ხდება. ძალზე ვილაპარაკოთ ბიჭებო. მე მაინტერესებს გაგრძელება რა იყო, იმიტომ რომ ეს ამბობს რომ რა არის ნაციონალური მოძრაობა, მაგას ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბევრი ვაფშე შეიძლება ხალხში უნდა ჩაუყროთ, რომ არავინ არსად არ ბრუნდებაო. ხო, მაგრამ მე ერთი რამე ამ ნაცები არ მომდია. ჩემი აზრით მიმდინარეობს სპეცოპერაცია ამ მთელი ნაგავის გაერთიანებაზე. რომ რაღაცა ერთიანი ნომრით დაუშვათ და ეს ნომერი ალბათ ხუთიანი უნდა იყოს, ამ ხუთიანი ნომრის ქვეშ ესენი გამოვიდნენ. არ ვიცი ეხლა გავამხილო, მაგრამ დასამალი არაფერი არ არის. ეს იქნება საჩუქარი, მეგობრებო, იმიტომ რომ ვიღაცებმა ნორმალურმა ხალხმაც არანაცებმაც დაიჯერეს, რომ ნაცები არ არიან ყველას უკან. დაიჯერეს ეს. და ჩვენ რო ვამბობთ კოლექტიური ნაცმოძრაობა, ზოგიერთი არ მოსწონს ნაცმოძრაობა, მაგრამ სხვა ამ მელკი პარტიებს, ალეკოებს, მალეკოებს და ვიღაცებს, როგორც არანაცებს უყურებს რა. ნუ კი შეიძლება არ მომწონს, მაგრამ ნაცი ხომ არა. აი ეს მოხდება და თქვენ ყველანი დაინახავთ, რომ გახარი აღარ იქნება თვალთხარია. ალეკო იქნება ჯიგარი. ეს გახარი უკვე кайხანი აღარაა მაგაც თვალხარი. კი ბატონო, ბაბა-იაგა რო ყავს პრეზიდენტად. პენის ქალას რო ეძახდნენ და ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტს და აგენტს მაგას რო ეძახდნენ, ეგეთი უნდა და ეხა გაგდა შეიძლება კაი ტიპად წარმოჩინდეს. აი თქვენ ნახავთ, რომ მართლაც ძალიან სწორად, ძალიან ზუსტად და ძალიან დროულად და მე მგონი სამუდამოდაც აი ამ ტიპებს ქვიათ ნაცმოძრაობა და მისი ანასკრეფტები. ესია, ამას ნახავთ ჩვენ. ესე მიდის ლაპარაკი უკვე, გაიგე? რა თქმა უნდა, ხუთი ნომრის ეგიდის ქვეშ და სოფო ის, რა ქვია, ჯაფარიძე იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი აზრით. ხაბე? ხო, რაც შეეხება, ნუ გაერთიანების საკითხზე თუ ვილაპარაკებთ, გახარია, რომელიც ანუ ეს იქნება წინა ფანჩატურზე მახსოვს ვამბობდი ხოლმე, რომ ნაცისტი და ებრაელის კოლაბორაცია უფრო მარტივად აღსაქმელი და დასაშვებია, ვიდრე არ ვიცი ბურჯაანძის და ბოკერეას გაერთიანება. ეხლა ამან გადაასწრო, იმიტომ რომ გახარია, რომელსაც მაშინ მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობდა გახარიაზე, რომ ნუ ეს ყველაზე უპატიებელი რამ ჩაიდინა და მახსოვს კონტრარგუმენტები ის იყო, რომ თუ მიშას პატიობთ, თქვათ ლიბერალები რა, რომლებიც ესე გამოკვეთილად მიშისტები არ იყვნენ, თუ მიშას პატიობთ, გახარიამ რა დააშავა, ხო? ეს და მეორე სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მანამდე ასევე რეზიდენტ მზექალას უწოდებდნენ რუსეთის აგენტს. აი ამ გაერთიანებაში, ხო? ნუ არ ვიცი უბრალოდ გახარია რომელიც ნაცებს პირდებოდა რომ დაგასრულებთო პარლამენტის ტრიბუნიდან მე ვიქნები ვინც დაგასრულებთო ერთიანდება და გაერთიანდება ნაცებთან ამით ახდება ის რომ ჩვენ რასაც ვამბობდით ანუ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა რომ მათ არაფერი არ ყოფთ და მთელი ნაციონალური მოძრაობის ტვირთი აი ეს ონტოლოგიური ტვირთი და ის დანაშაულებები რაც აქვს ჩადენილი გადავა მთლიანად ამაზე რომ გაუპატიურება მასობრივი სისტემური ერთადერთი რამე არის ალბათ სისტემური წარმოება და მე გენოციდი რომელიც პროსტა არ პრავდება რა ანა ნაცრიშვილი გაუშვათ მოიპოვოთ ის ფორმულა რომელიც ყველაზე უფრო მეტ გარანტიას შექმნის იმისა რომ ხელისუფლება შეიცვალოს თავარი არის შეიცვალოს რუსული ხელისუფლებით რომელიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურება რა კონფიგურაცია რა განლაგებაც ამის უზრუნველმყოფი იქნება იქ იქნება ლელო და მე პირადად ახლა ვიტყვი მაინც ჩემი აზრი ასეთია რომ მე ანა ნაცრიშვილი საერთოდ რომ არ ვიყო ამ კონფიგურაციაში ჩემთვის ეს არის მე-1000 ხარისხოვანი ჩემთვის თავარია რომ საქართველოს ქალაქებმა მიიღონ ის რაც მათ უნდათ და რასაც იმსახურებენ. ჩემს თავარია. ნუ ჩვენ ახლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით მამუკა ხაზარაძე მთელი თავისი საჯარო აქტივობის მანძილზე როგორ ემსახურებოდა ქართულ ხალხს. ეს მისი ღვაწლი და დაუღალავი შრომა დარწმუნებულია ყველა ჩვენ გვანს გვაქვს ნაგზნობი და ხალხი არ დაუიწყებს ამაფრინს. ხო, მე პირდაპირ გეტყვით რომ ეს გაერთიანება რომელზეც საუბრობენ, ჯესეთ პლატფორმული გაერთიანება დაჭამენ ერთმანეთს ადგილებზე და ასე შემდეგ. მე ამ გაერთიანებაში გადამწყვეტ სიტყვის ვინც ფულს იხდის და ფულს იხდის კეზერა და ხაზარაძე. ცალსახად. აბა ეგრე სად არის, ხო? აგერ მაგალითად სცენის ფული გასაგებია ვინც გადაიხადა და როცა ლაზერი მიუნათეს წაიღო სცენა. ჯორჯოლიანიც ნანუკაც აღარ არის ესეთი გულუხვი და ასე შემდეგ. ეს სტუდენტური ასე ვთქვათ მოძრაობებიც ისეთი ხალხმრავალი არ აღმოჩნდა. და ასე შემდეგ. ეხლა
სხვა შორის ახლა მოვიძიე და თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გავუშვით ძველ თემას უბრუნდები, გავუშვით ეს მაჩვენებსაც ანახეთ. აი ეს არის ხო ჩვენი პავილიონი, ხო? კი. ოღონდ ზუსტად 5 წუთი ეკრო ეს, იმიტომ რომ ჩვენ რო დავხურეთ. შემდეგ ჩვენ ერთ თანამშრომელი ჩვენებაზე იყო გადასული და იქნა რომ გამოიარა, ეგრევე ნახა და დაუძახა დაცვას და დაცვა მოხსნა მე ეს პლაკატები, ამიტომ ან ზუსტად ფოტო გადაიღეს წავიდნენ და ეგრე დამთავრდა ამათ მთელი ეს პერფორმანსი. ბიჭო აქ რეალურად ან მართლა რისთვის არიან ეს ჩამოსულები და ასაკეთებენ? მაგალითად კანონში რო არის, კანონზე ლაპარაკის დროს რო ამბობენ, რომ დასმენის შესაძლებლობას აჩენსო და ეს არ უნდა დაბრუნდესო. ამ ტიპები ჩამოსული არიან და წერენ ყალბ დანოსებს იმასთან დაკავშირებით, კინოცენტრი როგორ აცენზურებს, კინოცენტრი როგორ არის გარუსებული ორგანიზაცია და ამას ამყარებენ იმითი, რომ აი მომიტინგეები არიან ქუჩაში გალახული და აი დასავლური პრესაში იწერება, რომ საქართველოში რუსულ კანონს იღებენ და ეხლანდელი მენეჯმენტი ამათი მხარდამჭერი არ მარტო ამას აკეთებენ ტიპები. ტიპები ჩამოდიან, ამასო ცრუ დანოსები გააკეთონ. და ნუ ესეთი რაღაც არარსებული პერფორმანსი. ხო, მაგრამ სხვა შორის ისე გეთხოვა დაცვისთვის, კი არ ჩაუშვა. უბრალოდ ვინ გააკრა, გვაინტერესებს რა, ვინ არის ეს გმირი, რომელმაც ეს გააკეთა, რომელმაც ესე გაბედა და საზარელი ქვეყნის, რა ვიცი, დიქტატორული ქვეყნის პავილიონში გააკრა და რითაც სახელი გაუთქვა ჩვენს დემოკრატიას. ზურაბ ჭიაბერაშვილი გაუშვათ კიდე. ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნებოდა ეგა? არა. გაუშვათ ჭიაბერაშვილი კი ბატონო. ანუ მოკლედ სანამ გაუშვებთ ანა ნაცვლიშვილის საუბარი მოვისმინეთ ზურაბ ჭიაბერაშვილიც დაახლოებით ამას ლაპარაკობთ ნინო ლომჯარიაც ამას ლაპარაკობთ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ოპოზიციაში უკვე გაერთიანებაზე ამ კონფიგურაციაზე მიდის არა მე მგონი რაღაცა საკითხზე შეთანხმდნენ და უკვე წინასწარ მესიჯებს მოიცა კაცო თქვენ ზალეკოს განცხადება რატო გავიწყდებათ რო თქვა რომ განაწილება მიდის სამთავრობო პოსტებში არა შეთანხმება მეგობრებო ეგრე არ არის სხვათაშორის მელია და ნიკუტა გვარამია დუბაიში არიან კეზერასთან წასულები თორე სალაპარაკოთ მაგრამ არ არის შეთანხმება სალაპარაკოთ არა აქ ის ჩიქოვანი იბარებდა სასტავს და აკაჩავებდა რომ ჩემ ფულები და ჩვენი ფულებისაც წავიდა და რატო წავიდა ესე არა ანუ ითხოვდა რომ რაც დაიხარჯა რატო არ არის შედეგი და იქ დიდები უკვე დაიბარა კეზერამს აკაჩავებდა შეიძლება არ არის გამორიცხული იმენა ექნება ხარამეს ვამბობ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული კიდევ ხო მან თავარი პრობლემა არის ვაჭრობა სიაში კოტებზე და რახა ნაცმოძრაობა არის თავარი გამწევი ძალა და ნაცმოძრაობაშიც არ არის ცნობილი მიშას აქვს კოტა თუ კეზერას და სხვა პარტიებზე რაღა უნდა თქვა ამიტომ ამის ჩამოყალიბებას ამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დაჭირდება მაგრამ თუ დასავლელი ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ეთქვიან და ალბათ უთხრეს კიდევაც რომ ერთიანი გახდით ეს ჩამოყალიბდება ოღონდ იქნება თიხის ფეხებზე მდგარი ჯუჯა გოლიათი კი არა კაი მოდი იცი რა ვქნათ რა გავაკეთოთ იცი რომ გაუშვათ აბა ეს ჭიაბერაშვილი ნახოთ რა სიტყვის ჩვენთვის მთავარი არის რომ ეს იყოს შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამას მხარს უჭერდეს ფართო საზოგადოება, მხარს უჭერდეს სამოქალაქო სექტორი. ჩვენ არც ერთი მიმართულებით წინააღმდეგობას არ შევქმნით და პირიქით მზად ვართ თანამშრომლობისთვის, როგორც ერთი დიდი სიის ფარგლებში და ეს მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერ მიახსენა, ისე თუ კი გაკეთდება, თქვათ, ორი სია იმისათვის, რომ ოპოზიციურ ამორჩევას ორი არჩევანი. მოშივა, და ბარემ ნინო ლომჯარიაც გაუშვათ. ბარემ, კი ბატონო. მისხეთ დღეს როგორც ხელისუფლებას ვთხოვთ რომ საზოგადოებას მოусმინოს ისევე ევალება ოპოზიციასაც რომ მოусმინოს საზოგადოებას და საზოგადოების დაკვეთ არის ის რომ ოპოზიციამ შესთავაზოს ისეთი კონფიგურაცია ხალხს რაც იქნება გამარჯვების კონფიგურაცია აქ გამარჯვების კონფიგურაციაში რას გულისხმობ ხო გვაქვს მოქმედი საარჩევნო სისტემა ამიტომ ისე უნდა დაალაგდეს საარჩევნო სუბიექტები ისე უნდა გამსხვილდეს ან ისეთი გაერთიანებები გაკეთდეს რომ იყოს მინიმალური რაოდენობა დაკარგული ხმების ანუ 5% ქვემოთ პარტია, ბევრი პარტია არ უნდა იყოს, ვინ შეიძლება 5% ქვემოთ მიიღოს ხმა და ამიტომ არ უნდა დაიკარგოს ხმები, არც 1% დასაკარგი. აი იმ ადამიანებს, ვინც დღეს გარეთ დგანან და სახეს, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავენ ამ ქვეყნის მომავლისთვის, ამ ადამიანებს არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და ეს არის ბოლო პერიოდის საქართველოს ყველაზე დიდი ლუზერი, იმიტომ რომ
ქალს მიცეს ნდობა იმისა, რომ შეექმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა და პარტია და ხო ხსოვს დაარსა რაღაცა ორბიტა რო დაარქვა. ყრილობა მოაწყო, ორიგლი ჯუსი ფრუტი დაარქვა. ხო, იმენა ყრილობა მოაწყო, იქ გვარაბები რაღაცები ყავდა და იმის მერე როგორც არავის აღარ ორბიტაო ბიჭო. ხო, იმის მერე გაგიგიათ საერთოდ და მე მგონი მეორე დღესვე გაუქმდა ეგ მოძრაობა, ხო? ხო და არა, აქ საინტერესო არის, რომ ერთხმად ერთ-ერთ ჩემ ფინელ მეგობარს გავს და ვინა? ბაჩო. ნინო ლომჯარია. ბაჩო ფინელ. სიმპათიურია, ხო? აი ეს კაცია? არა. ქალბატონია. სიმპათიურია, ხო, ყველას თავის შეფასება აქვს სიმპათიურობას. ლომჯარი არის ერთადერთი გურული, რომელსაც არაფერი არ ესმის პოლიტიკაში. ხო და ნახე, საინტერესო რა არის. ამ ტიპებმა რა დაანონსეს აშკარად, რომ მოკლედ ჩვენ ვაპირებთ გაერთიანებას და ეგ იცოდეთ, რომ თუ გაერთიანდებით და თუ გაერთიანებული ოპოზიცია იქნება, პრემიერად დააყენებენ მიშას. ამ კეზერას, ბარენ. რატო არა? არ დაიმსახურა? ესკობარს. არა, იმას. ჩიკოვას. ცოტა მოხდა? ჩიკოვანი იქნება შსს. და ყველას დაერევა. ბიჭო, ისე ვინც ამათ რეალურად პრემიერის კანდიდატად უნდა არც ერთს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ხო? ეზერასაც ხო დათმობილია საქართველოს. ეზერას თანამდებობა არ უნდა, რუხი კარდინალი რო უნდა რომ იყოს. მიშას უნდა თანამდებობა. ანუ პრემიერი იქნება მიშა. ანუ ხვდები. ხო არა. ის იურიდიულად შესაძლებელი არის? იურიდიულად პრემიერად კი არ წარადგენენ პრემიერად, ეხა მიშას ვინ წარადგენს ასე, წარადგენენ სხვა ვინმეს, მაგრამ რეალურად პრემიერი იქნება მიშა მერე დაალაგებს და ის. მერე თავის თავად. აბა რა, ნუ პრემიერად რა ვიცი, ხაბე უწევს. ვაშაძე ალბათ? ნუ რაღაცა ხო ეგეც იზა. აუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ხვდები? ფანჩატურზე, ბიჭო, ფანჩატურზე ცუდი გაერთიანება. ბევრად იქ ბიჭო მაგარი სახეები იყვნენ შალვანა თელაშვილი. უჯანაძე და რამე უჯანაძე და ვაფშე ყოაზე ხარ იმენა მონსტრები და უფრო მაგარი როჟები და აქ ვაფშე უკა არა ქარიზმატიკი. კარგი მეგობრებო. ლაზარე რო დაახენო პრეზიდენტად. აუ ლაზარე პრეზიდენტად ძალიან მაგარია. ლაზარე პრეზიდენტად როგორ? პრეზიდენტად კი არა, ლაზარე პრემიერად. ეგ სხვა არის. და ის ბიჭი მულტფილმები არ აქვს ქართულ ოცნებას ნანახი. ის კულტურის მინისტრად არა. არა, იმას. არა, მაგას კინოცენტრში. არა, მაგას კულტურა უნდა ჩააბარო. მაგას უნდა ჩააბარო ბირთვული მრეწველობა. ანუ თელ ქვეყანას რომ მულტფილმად რო აქვს. სტრატეგიული ატომური რაკეტი ვარ გვაქვს? ჩვენმა ძმამ რო გააძრო ლაზარე ვის გავს? ხვალ გაუშვათ. კარგად ნობილი ქართული ფილმიდან. წადი დაისვენე, თუთიყუშები გვაჩვენე კიდე ერთხელ. აჰა, იმე სარკეში უნდა ჩაგახედოთ, ანუ? ხო. შეცხარ. აი ამ ხედით კი ფტობები ძირფასო მეგობრებო, კარგად ზარდებოდ მომავალში. აბა კარგად.